რაცემის პირველ ნაწილში ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიურიძე გახლავთ ჩვენი სტუმარი და მასთან ვისაუბრეთ ალბათ ოპოზიციაში ყველაზე აქტუალური თემა რაც ბოლო პერიოდში ფიგურირებს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება რომელიც ვერ ესე რომ ვთქვათ ვერ მოხდა აი ამ საერთო აზრის მიღწევა ოპოზიციურ სპექტრში ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანება უარზეა ზოგიც უკვე ოფიციალურად გაცხადებულად ამბობს რომ მიიღებს მონაწილეობას ამ მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში თქვენი პოზიცია რომ დაუპირისპიროთ არგუმენტები არ მინდა ვიხმარო სიტყვა მოწინააღმდეგე მხარე არ არის მოწინააღმდეგე მხარე ვიცით რომ თქვენი საერთო მიზანი ერთია თუმცა ამ საკითხში განსხვავებულია თქვენი შეხედულებები აი მათ არგუმენტებს რაც დაუპირისპირებთ ну, უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი ხომ დღეს არ გაჩენილა დღის წესრიგში და დიდი ხანია უკვე დგას დღის წესრიგში. ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ადგილობრივ არჩევნებში შესვლა იქნებოდა არასწორი და როდესაც ავტორიტარულ რეჟიმს ებრძვი, შენი მთავარი იარაღი რეალურად მასთან არის ბოიკოტი, იმიტომ რომ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არჩევნების ინსტიტუტი როგორც ასეთი საქართველოში არის ფაქტობრივად გაუქმებული. ჩვენ ხედავთ რა მოხდა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, იმას არჩევნების მეტი ყველაფერი შეიძლება და დარქმეოდა ასობით ათასი გაყალბებული ხმით, შეცვლილი გამარჯვებულით, ანუ აქ საუბარი იმაზე ხო არ არის, რომ პირველი ადგილი იცვლებოდა, არა პირველი ადგილი თქვა ქართულ ოცნებას ეგნებოდა, მაგრამ კოალიციურად დანარჩენი 4 პარტია, 4 პროდასავლური პარტია იმარჯვებდა იმ არჩევნებში და კოალიციას შეკრავდა არჩევნების შემდგომ, რომ არა გაყალბება. ჩვენ ვხედავთ, რომ იმის შემდგომ კანონმდებლობა კიდევ უფრო გაუარესებული, კიდევ უფრო განადგურებული და შესაბამისად აქედან გამომდინარე ავტორიტარულ რეჟიმთან ამართლებს სწორედ აი ეს ბოიკოტის გზა. საქართველოსაც გამოვლილი აქვს ეს თავის დროზე და 1990 წლის არჩევნები, როდესაც ჩატარდა ოქტომბერში, მანამდე მარტში უნდა ჩატარებულიყო ეს არჩევნები. უნდა ყოფილიყო მაჟორიტარული პარტიული სიები არ იქნებოდა, პარტიების წარმომადგენლები როგორც ასეთი არ იქნებოდნენ და მაშინ ბოიკოტი გამოუცხადა ამას სპექტრმა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა პარტიებმა, განსაკუთრებით ზვიად გამსახურდია და შეიცვალა ყველაფერი აბსოლუტურად. კანონმდებლობა შეიცვალა, პარტიები დაუშვეს, პროპორციული არჩევნები შემოიღეს და რაც ვთქვარია, თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციას დაკომპლექტდა ნეიტრალურად. ზუსტად ეს არის ის გზა, რომლითაც ავტორიტარულ რეჟიმებს ებრძვიან. და ეს ხდებოდა არა მარტო ასე ვთქვათ, არა მარტო საქართველოში, შეგვიძლია მოვიყვანოთ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, პოლონეთის, სამხრეთ აფრიკის, ჩილეს მაგალითები, ანუ რეალურად ყველგან სადაც აი ასეთი რეჟიმია არსებობს, იმ რეჟიმთან არ შეიძლება შესვლა მის თამაშში, მის მიერ გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილეობა და მით უმეტეს, როდესაც საუბარია ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც აბსოლუტურად არაფერს ამ ქვეყანაში დღევანდელი კანონმდებლობით არ ცვლის და პლუს ამას კიდევ ელემენტარულად ხედავთ, რომ დელეგიტიმაცია პრაქტიკულად შემდგარია, რომ არავინ არ აღიარებს ქართული ოცნების მმართველობას როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ამ დროს შენ მაშველ რგოლს უგდებ ამ არჩევნებში მონაწილეობა. ამიტომ იყო რომ ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ ეს საკითხი დღეს მაშინ იყო საუბარი ლელოს მხრიდან რომ ეს შემოგდებული თემაა სუსი. ნახეთ რომ არაფერი შემოგდებული არ ყოფილა, უბრალოდ მათ თვითონ დაახლოებით იმავე პერიოდიდან ალბათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ამ არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით როდის გამოჩნდა ცხრიანები მათ ატრიბუტიკაში და შესაბამისად მარტიდან ხო არა მარტიდან მოყოლებული ისინი ფაქტობრივად წინასაარჩევნო კამპანიაში ებმებოდნენ და ეს ცხრიანი იმიტომ ჰქონდათ მანამდე ხო არ ჰქონდათ დეკემბერ-იანვარში ცხრიანები ჩამოკიდებული გულზე. გასაგებია ყველაფერი იყო ასე ვთქვათ ინფორმაცია, ამიტომ გვინდოდა ჩვენ რომ ეს ყველაფერი დროულად განსაზღვრულიყო, სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ნუ და რაც მოხდება აწი, ლელომ თავის თავს დააბრალოს, იმიტომ რომ მისი ამორჩევლის რაოდენობა მინიმუმ განახევრდება, თუ კიდევ უფრო ნაკლები არ გახდება. ძალიან საინტერესო შეფასება. აქვე თქვენ ამბობთ, რომ საკმაოდ დიდი ხნის წინ გადაწყვეტეს ეს საკითხი, თუმცა ბევრი მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში განიხილავს იმას, რომ საერთოდ დაემთხვა თითქოს მათი გადაწყვეტილება მიხეილ ყავალაშვილის განცხადებას, რომელიც პარასკევს საღამოს გავრცელდა, თქვა მან, რომ ვინც
მომართავს ვუტრირებ, ვინც მომართავს ოპოზიციური პარტიების ლიდერებიდან, დაკავებულ ლიდერებზე მაქვს საუბარი, ოფიციალური განცხადებით შევიწყალებ, ოღონდ იმ პირობით, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. აი ამას როგორ შეაფასებდით და არ ვიცი, თქვენ თქვით, რომ დიდი ხნით ადრე გადაწყვიტეს, თუმცა აი ამ დამთხოვაზეც რომ ერთი-ორი სიტყვა გითხრათ. ხო, დიდი ხნით ადრე ფიქრობდნენ, მოდით ასე ვთქვათ, ამას და საბოლოო გადაწყვეტილება ახლა მიიღეს, მაგრამ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აი ბოლოს როდესაც წამოწიეს საკითხი და თქვეს, რომ ეს უნდა განვიხილონ და ეს უნდა ასე ვთქვათ, ერთიანი პოზიცია შევმუშავებთ, იმ მომენტისათვის მათ უკვე გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ ამის შესახებ და დასაგურველი არავითარ ერთიან გადაწყვეტილებაზე აქ საუბარი არ მიდიოდა. რეალურად თუ შევხედავთ ბოლო 1 წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს, ლელო მუდამ არღვევდა ერთობას. პირდაპირ ვიტყვი, ჯერ ჩვენთან მოლაპარაკებების დროს, როდესაც 4 პარტია შეიკრიბა, ახალი გირჩი, დროა და ლელო და 3 პარტია აქედან გაერთიანდა და მეოთხე არა. და მიზეზიც იცის მთელმა საზოგადოებამ, რაც იყო პრემიერობის საკითხი იყო ამ შემთხვევაში ლელოს მხრიდან დაყენებული. შემდგომ ლელოს და გახარიას ამბავი იყო. შემდგომ ახლა ვხედავთ უკვე ადგილობრივი არჩევნების საკითხი. ლელო მუდმივად არღვევს ამ ერთობას და ახლა ჩვენ სამწუხაროდ ვერ გავყვებოდით ამ თემაში და რაც შეეხება ყავლაშვილის განცხადებას, არ ვიცი ახლა შემთხვევითი იყო, არ იყო შემთხვევითი, დაახლოებით ალბათ ყველა მიცოდა იმის შესახებ რა პროცესი მიმდინარეობდა ლელოში და შეიძლება ქართულმა ოცნებამ მორიგი ასე ვთქვათ, სათხოვ არა გადმოაგდო ამ შემთხვევაში. ლელოს კრიტიკას რომ ცოტა გვერდზე გადავდოთ ეს ამბავი და თავი დავანებოთ ძლიერ საქართველოს, თქვენ გეგმებზე რომ ვისაუბროთ, გასაგებია რომ არ იღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს ნამდვილად გაცხადებულად ვიცით, რა არის მაშინ თქვენი გეგმა, აი ეს ბოიკოტი, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს და რა არის მისი საბოლოო მიზანი? ოღონდ ძალიან რეალურად რომ ვისაუბროთ, რა ბერკეტი შეიძლება არსებობდეს ამ შემთხვევაში თქვენს ხელში? ბოიკოტი არის არჩევნების და არის ართანამშრომლობა ხელისუფლებასთან, რაც არის სიამოვნებაში მთავარი სტრატეგია ამ შემთხვევაში და ართანამშრომლობა ყველა საკითხში, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები, არ გამოუშვებენ პოლიტპატიმრებს და საარჩევნო ადმინისტრაცია შესაბამისად იმ არჩევნების დროს არ იქნება მოწესრიგებული. რაც შეეხება ამას, რას ვაპირებთ? ნუ პირველ რიგში თვითმმართველობის არჩევნების არ მონაწილეობას თავისი ძალიან დიდი პლუსი აქვს ერთი კუთხით, რომელსაც სამწუხაროდ ყველა ვერ ხედავს. თუ შენი ამორჩეველი არ მიდის არჩევნებზე, შენ ხედავ აბსოლუტურად უპრობლემოდ თუ ვინ მივიდა არჩევნებზე. გაცილებთ ნაკლები მივიდოდა. ხომ ასეა? ხო. და გაცილებთ ნაკლები მივა, არ აქვს მნიშვნელობა. ახლა იმიტომ რომ ამორჩეველი რეალურად ხედავთ, რომ თავის მთლიანობაში ოპოზიციური ამორჩეველის უმრავლესობა, უდიდესი უმრავლესობა 70%-ზე მეტი აცხადებს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ რა არის, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგის რესურსი და მოწინააღმდეგე არის ქართული ოცნება, რასაკურველია და შესაბამისად აქედან გამომდინარე გაცილებით მარტივი ხდება შემდგომი ნაბიჯების დასახვა. როდესაც შენ იცი ზუსტად ვისთან გაქვს საქმე, ჩვეულებრივ არჩევნების დროს ამას ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ ყველა ამორჩეველი მიდის იქ და ვერ არჩევ შენსას და სხვისას ერთმანეთს. აქ შეგიძლია უკვე გაარჩიო, როდესაც შენი ამორჩეველი არ მიდის საერთოდ საარჩევნო უბნებზე, შესაბამისად აქედან გამომდინარე არის მთელი რიგი გეგმები დასახული, ახლა წინასწარ რასაკურველია, 3 თვით ადრე არავინ ამაზე არ ლაპარაკებს, ამას ყველაფერს სექტემბერ-ოქტომბერში ნახავს მაყურებელიც და ყველა დარწმუნდება, რომ პრინციპში ეს იყოს ზუსტად სწორი გზა, ის გზა, რომელიც უნდა არჩეულიყო. ხო, მოდით მეორე მხარის არგუმენტებსაც და მოვიყვან მაგალითად და საინტერესო იქნება თქვენი მხრიდან როგორ განეიტრალდება ეს არგუმენტები. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებაზე და ლელო ძლიერ საქართველოზე ამბობენ, რომ თუ კი საბოლოო ჯამში ყველანაირ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ვამბობთ, თუ კი ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობთ, რეალურად რჩებით ეგრეთ წოდებულ თამაშგარეში, ანუ არანაირი პოლიტიკური მანდატი არ გაგვაჩნია,
რეალურად მხოლოდ ქუჩის პროტესტი არ არის ბერკეტი, რომლითაც შეგვიძლია რომ დაუპირისპირდეთ ქართულ ოცნებას. თქვენი არგუმენტი რა არის ამ შემთხვევაში? თუ კი მართლაც არც ერთი ბერკეტი არ გრჩებათ პოლიტიკური, არც საკრებულოში ხართ წარმოდგენილი, არც პარლამენტში, არც საერთოდ როგორ შეიძლება რომ მინიმუმ საქმიანი დიალოგი გქონდეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან? ხო, ეგ უფრო აწუხებს მართალი თუ გინდათ ქართულ ოცნების წარმომადგენლებს. ვიდრე ის რომ საკრებულოებში შევიდეს ვიღაც. ბოდიში აწუხებს რა თვალსაზრისით? აი მაგალითად პარლამენტში აქამდე მანდატებზე უარი არ ქონდა თქომი გიორგი კახარიას პარტიის წარმომადგენლებს. ხო, არა აქვს, თუმცა შეუწყვიტეს ეს მანდატები, აქეთ შეუწყვიტეს პირველ თორმეტს და შემდეგ თორმეტს ხო მიეცემა ახლა, ასე რომ როგორც ასეთი პარტიას წარმომადგენლობა პარლამენტში არ შეწყვეტია ახლა ისინი იქ ბოიკოტის რეჟიმში არიან თუ რას აკეთებენ, ასე ვთქვათ, ეს მათი გადასაწყვეტია. გახარია მუდმივად განყენებულად იქცეოდა ამ თემაზე და იმიტომაც არის საზოგადოების რეაქცია გახარიას მიმართ ისეთი არ იყო იმ თვალსაზრისით, რომ ხელი ჩაქნეული ჰქონდათ. მოდი ასე ვთქვათ, საპროტესტო ელექტორატში. ამიტომ იყო რომ ლელოს პოზიცია გაცილებით უფრო ეს გამოდგა საზოგადოებისთვის მტკივნეული. იქ არის ესე იგი არგუმენტი, რომ საკრებულოებში თუ არ შევალთ, მაშინ რას ვაკეთებ? ბატონებო, დღევანდელი ქართული კანონმდებლობით საკრებულოში გინდ ყოფილხარ, გინდ არა. ბიუჯეტის დამტკიცებას ხელს ვერ უშლის საკრებულო. არ დაამტკიცებს სამჯერ და საკრებულოს დაშლილი. არჩევნები წელს ტარდება სხვა მეთოდით და 2017 წლის მეთოდით და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 90%-ზე მეტ ადგილების ისედაც მაინც ქართული ოცნება წაიღებს. თვითონ ასე ვთქვათ, პროცესზე დაკვირვება პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ეს არის ახლა ბრძოლაში შევდივართო, ეს არგუმენტიც მოვისმენთ, მაგრამ ჯერ ერთი ყველანაირ ბრძოლაში არ უნდა შეხვიდე და ამას ვეფხისტყაოსანიც კი გვასწავლის, რაც არ ასჯობს, გაცლას ჯობს. და მეორე ერთ მაგალითს მოვიყვან, ახლა მე ისტორიკოსი ვარ, მსოფლიო ისტორიიდან მოვიყვან მაგალითს. პუატიეს ბრძოლა 1356 წელს ინგლისელები არიან გამაგრებული ადგილზე, სადაც მათი დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ერთი პრობლემა მაღლობია და წყალი არ აქვს. შენ უნდა გადაუკეტო, ასე ვთქვათ, გარშემო გზები და ბრძოლა არც დაგჭირდება, თვითონ შემოგთავაზებ და შესთავაზეს კიდეც ინგლისელებმა, რომ ყველაფერს ნაძარს მოგცემთ, ოღონდ გაგვატარეთ და მოგვეცით ქვეყნიდანაც წავალთ საფრანგეთიდან. ამის ნაცვლად ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ზოგიერთის თვალსაზრისით ასეთ სიტუაციაშიც კი, როდესაც მოგებული გაქვს პრაქტიკულად ფრანგებმა ბრძოლა გადაწყვიტეს და წააგეს. საინტერესო მაგალითია, ანუ ამ შემთხვევაში თქვენ გზებს ვუჭრით. ალყაში ყავთ ქართული ხო, არ თანამშრომლობის თვალსაზრისით გზებს ვუჭრით ქართულ ოცნებას და აქ მაშველი რგოლის გადაგდება, არასწორია რა. ყველანაირ ბრძოლაში არ უნდა შეხვიდე, როდესაც ზუსტად იცი რომ განადგურდები და შეგიძლია დრო მოიგო და უკეთეს პირობებზე შეხვდე ბრძოლაში მოწინააღმდეგეს, მაშინ ეს უნდა გააკეთო. ეს არის ტაქტიკის მთავარი წესი ამ შემთხვევაში. ასეგებია. ახლა კი უნდა ვისაუბროთ აუცილებლად დაკავებულ პოლიტიკოსებზე საკმაოდ ბევრჯერ ვილაპარაკეთ და ბოლო ამბავი, რაც ცნობილი გახდა Silk Road ჯგუფის ფლობელი დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს გუშინ საღამოს იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით და დააკავეს თანაც, როგორც ვიცით, ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე აეროპორტში. შეიძლება თუ არა ეს უკავშირდებოდეს გარკვეულწილად პოლიტიკურ სარჩელს? ხო, ვერ გეტყვით ახლა, გიორგი რამიშვილის ჩართულობა პოლიტიკაში ცოტა ამ შემთხვევაში ალბათ გადაჭარბებულება. ზოგიერთი ოპოზიციონერის გამოსმენით შეფასება და პოლიტიკური სარჩული აქ შეიძლება იყოს, არ გამოვიწყავ. მით უმეტეს საუბარი არის იმ იარაღზე, რომელიც მის სახელზე არის რეგისტრირებული და შესაბამისად აქ არის ამ შემთხვევაში უკანონო ტარება. არ ვიცი, მუხლის მიხედვით, განსაკუთრებით როდესაც იარაღი შენ სახელზეა გაფორმებული, ჯარიმაც სავსებით საკმარისია და არ არის აუცილებელი დაკავებაც კი ამ შემთხვევაში. მეორე შემთხვევა ამ კვირის განმავლობაში, როდესაც მსგავსი სიტუაცია გვაქვს, იმ პირველ შემთხვევაში სასამართლომ გირაო შეუფარდა
ზურაბ ჩხაიძის ვარს. აქ ნახოთ როგორ მოიქცევა და რა მოხდება. აქ რეალურად საქმე როგორც ჩანს არის იმ გარემოებაში, რომ ქართულ ოცნებას აქვს პრობლემა უკვე ფინანსებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულწილად დეფიციტი უკვე შეიმჩნევა ბიუჯეტში და აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ მსხვილ ბიზნესმენებს მიადგნენ ამ დეფიციტის დასაფარავად. და ეს დეფიციტი თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების ქმედებებით არის გამოწვეული ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაფუჭებით. და ასევე გვერდსვერავულით ამ თემას თორნიკე რიჟვაძის საქმე გუშინ ღამით მომხდარი ამბავი ყოველ შემთხვევაში რაც ვიცით ამ ეტაპზე არის ის რომ მან მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სადა თვითმკვლელობა და ამ საქმეზე დააკავეს ასევე იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი. შეიძლება თუ არა უკავშირდებოდეს ასევე ეს თემა პოლიტიკურ საკითხს და გარკვეულწილად შეიძლება თუ არა ეს შეფასდეს როგორც სხვა ამჟამინდელი ქართული ოცნების ლიდერების მიმართ რაღაც გამაფრთხილებელი სიგნალი თუ რაღაც მსგავსი რამე. კი, აი ეს უკვე ცალსახად პოლიტიკური ამბავია, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს აქაც ფინანსებია. ოღონდ დაუდასტურებელია ის საკითხი, რომ მან სადა თვითმკვლელობა თუ სხვა მიაყენა და მოდი ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც საკუთარი იარაღი გააჩნია თვითმკვლელობას აპირებს, ხვის იარაღით არ ჩაიდენს ხოლმე თვითმკვლელობას და ამისთვის საგარეჯოში არ წავა და სტუმრად ყოფნისას არ გააკეთებს. ლოგიკა ამაშია, მით უმეტეს ორი გასროლით, მით უმეტეს გულის არეში და მით უმეტეს არ დაწერს წინასწარ იმას წერილს, სადაც მადლობას გადაუხდის ბატონ ბიძინას. ანუ აქ ვიცით რომ ფინანსური ამბებია, მან და სერიოზული ფინანსური სკანდალი იყო რიჟვაძეებთან დაკავშირებით, მამაშვილ რიჟვაძესთან. აქედან გამომდინარე და ისიც ცნობილია, რომ ალექსი ახვლედიანი თავის დროზე რუსთავი ორის საქმეში ნიკა გვარამიას დაშანტაჟების საქმეში იღებდა მონაწილეობას, ასე რომ აქ აშკარად ცნობილ დამლაგებელთან გვაქვს საქმე ბრალებში, ვინც ალაგებს ხოლმე ასეთ საქმეებს, ფინანსურ საკითხებს და სხვებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ჩანს, მოლაპარაკება ისე არ წავიდა, როგორც მოსალოდნელი იყო. უფრო დეტალებში რომ შევიდეთ, უფრო დეტალებს ახლა ჩვენ ვერ ვიტყვით. აქ ეჭვის ვარაუდით შეგვიძლია მარტო გამოთქვათ, რომ როგორც ჩანს, ისე არ წავიდა საქმე და გასროლამდე მივიდა. საინტერესო იქნება. პირველ რიგში გამოჯამთელება უსურვოთ, ბუნებრივია კიდევ ერთხელ და დიდი იმედი მაქვს, რომ მალევე იქნება მისი მდგომარეობა დამოკიდებული. მაგათ თქვას ერთხელ. ხო. ადრეთუგვიან. დიახ და კიდევ ერთხელ საინტერესო იქნება ასევე თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით თუ რა ეტაპზე შეიძლება გადავიდეს ამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების საქმე. იყო გავრცელებული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება თუ კი არ გამოცხადებიან მორიგჯერ უკვე დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერები, შესაძლოა მათ ბრალი კიდევ უფრო მეტად დაუმძიმდეთ და ნაცვლად 7 და 8 თვისა არ ვიცით კიდევ რამდენი ხნით გახანძრებს. ერთ წლამდე გაუზარდონ საჯელი. არ ვიცი, ახლა მართალი გითხრათ, ერთი და იგივე ქმედებაზე ორჯერ დასჯა საერთოდ არ შეიძლება კანონმდებლობით. და ეს არის ერთი და იგივე ქმედება, იმიტომ რომ ერთი და იგივე კომისიაზეა საუბარი. მაგრამ ქართულ ოცნებას ესეც კი არ გაუჭირდება, ჩვენ გვახსოვს გიგი ულულავას საქმე, ასე რომ აქ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდის საშუალება გვაქვს. ამ შემთხვევაში ალბათ ეცდებიან, რომ უბრალოდ ერთ წლამდე გაუზარდონ პოლიტიკოსებს ციხეში ყოფნის ვადა. ქართული ოცნება რაც უფრო მეტ უკანონობაში ჩადის, მით უფრო აჩქარებს თავის პოლიტიკურ აღსასრულს და ქართული ოცნება განსხვავებით ძალიან ბევრი სხვა ძალისაგან ოპოზიციაში ვერ გაძლევს. ეს იციან მათ და შესაბამისად უბრალოდ ამიტომაცაა რომ ასე ებღაუჭებიან ძალაუფლებას.